ჟავას დედოფალი ელევსინიდან, ანუ ნივთიერებები, რომლებიც ცვლიან ტვინს. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში დეა ყოლბაიას საჯარო ლექცია გაიმართა. სემინარზე ექიმ-პათოლოგ ანატომმა და მეცნიერების პოპულარიზატორმა დეა ყოლბაიამ სამყაროს ხედვაზე და ცნობიერებაზე ისაუბრა. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სემინარს უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. უნდა იცოდე, რომ შენი კარგად თუ ცუდად ყოფნა ეს სულ ატომთა კოქტეილია და ამ ნივთიერებების დალაგებით შენ ახდენ ბიოქიმიის კონსტრუქციის აგებას ისე, რომ იყო მზად ადაპტაციისათვის, ანუ ნეიროპლასტიკურობისათვის, ანუ გამოწვევებს შეხვდე მზად. იყო ადეკვატური და ადეკვატურობა არის ბედნიერების საწინდარი. ანუ სტრესმედეგი იყო. ეს ადეკვატურობის ჩამოყალიბებას ემსახურება განათლება, პიროვნული უნარჩვევები და სწორედ აი ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი ლექცია, რომელიც გაჯერებულია მედიცინის, ფსიქოლოგიის, ბიოლოგიის, არქეოლოგიის და სხვა მეცნიერებების კოლაჟით. ჩატარდა ქალბატონი დეა ყოლბაიას საჯარო ლექცია, რომელიც დაგვეხმარება ახალგაზრდებს განვითარებაში. მრავალი გამოწვევა გველოდება ცხოვრებაში, მისი საუბარი ჩვენთვის იქნება შთამაგონებელი, ის გაგვიხსნის გონებას, რათა მომავალში უფრო უკეთ ვიფიქროთ საკითხებზე და ბევრად უკეთესი გადაწყვეტილებები მივიღოთ.